განვიხილოთ ერაყის დემოგრაფიული ვითარება. ერაყის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ სწრაფად მატულობდა 2000-იან წლებამდე. შემდეგ მისი მატება თანდათან მცირდება. ერაყის მოსახლეობის რაოდენობის ფორმირებას ძირითადად ბუნებრივი მატება განსაზღვრავს. 1950 წლიდან დღემდე ერაყის მოსახლეობის რაოდენობა 5.5-ჯერ გაიზარდა და სავარაუდოდ გაეროს ექსპერტების პროგნოზით საშუალო ვარიანტზეა საუბარი 2050 წლისათვის კიდევ 2-ჯერ გაიზრდება. 1950-2050 წლების პერიოდში, ანუ ერთი საუკუნის განმავლობაში, ერაყის მოსახლეობის რაოდენობამ 11-ჯერ მოიმატა და მოიმატებს. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი საკმაოდ მაღალია, თუმცა 1990-იანი წლებიდან მას კლების ტენდენცია ახასიათებს. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საკმაოდ დაბალია. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ერაყის მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა ახალგაზრდაა. მომავალში დემოგრაფიული დაბერების პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართება და განსახილველი პერიოდის ბოლოსათვის ერაყის მოსახლეობა შეიძლება დაბერებული აღმოჩნდეს. ჩვენ ხედავთ ახლა შობადობასთან დაკავშირებულ ცხრილს. 1950-იანი წლების დასაწყისში არსებული შობადობის ძალიან მაღალი დონე 1955-1965 წლების პერიოდში რამდენადმე მცირდება, თუმცა 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან ის მატულობს და ძალიან მაღალ დონეს აღწევს. ჩვენ ხედავთ, შეიძლება ვნახოთ, გინდა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტიდან გამომდინარე, ანუ ერთ ქალზე საშუალო ცხოვრების მანძილზე 7 ბავშვზე მეტი მოდიოდა. 1970-იანი წლებიდან შობადობა უკვე განუხრელად კლებულობს, თუმცა სადღეისოდაც მისი დონე საკმაოდ მაღალია. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 4-ის ფარგლებში იმყოფება. ამდენად, შობადობის დონის შემცირების მიუხედავად თაობათა განახლება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. მომავალში მოსალოდნელია, ისევ გაეროს ექსპერტების პროგნოზით, შობადობის შემდგომი შემცირება მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ზღვარის დონემდე 2050 წლისათვის. რაც შეეხება მოკვდავობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას. გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა რამდენადმე გაიზარდა ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი შემცირება, თუმცა დემოგრაფიული დაბერების პროცესის შედეგად ის ზრდას დაიწყებს 2035-2040 წლების პერიოდიდან. ჩვილთა მოკვდავობის მაღალი დონე კლების ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ის სადღეისოდ მაინც ძალიან მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. მომავალში მოსალოდნელია მისი მნიშვნელოვანი კლება. სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 1980-1990 წლების პერიოდში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა, რაც ირანთან ომის შედეგებით იყო გამოწვეული. 1965-2000 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება წინა პერიოდთან შედარებით რამდენადმე გაიზარდა და მერყეობდა 30-33 პრომილეს ფარგლებში, ესე იგი მოსახლეობის 1000 სულზე ბუნებრივი მატება შეადგენდა 30-33-ს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ბუნებრივი მატება მცირდება.
თუმცა სადღეისთვისაც საგრძნობია. 2050 წლისათვის მოსალოდნელია დღევანდელთან შედარებით ბუნებრივი მატების ორჯერ შემცირება. თაობათა განახლების ინტენსივობა ცვალებადობას განიცდიდა და როგორც ბოლო პერიოდში, ისე სამომავლოდ კლების მიუხედავად მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას უზრუნველყოფს. ყურადღებას იქცევს მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, რომელიც 1950 წლებში საკმაოდ დაბალი იყო. შემდგომ მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს და სადღეისოდ გაცილებით მაღალია მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა ვიდრე წინა პერიოდში. მიგრაციასთან საერთაშორისო მიგრაციაზეა საუბარი. მიგრაციის დაბალი ინტენსივობა და უარყოფითი სალდო მნიშვნელოვნად მატულობს ჯერ 1980-1990 წლებში ირანთან ომის პერიოდში და შემდეგ გარკვეული კლების მიუხედავად ისევ იზრდება 2003 წლის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში დღემდე. ვარაუდობენ, რომ გაეროს ექსპერტებზეა საუბარი, რომ 2010 წლის შემდეგ სალდო დადებითი იქნება, თუმცა გაეროს ექსპერტების აზრით 2025-2030 წლებისათვის და იქიდან მათგან მოყოლებული სალდო ისე უარყოფითი იქნება, თუმცა სტაბილიზირდება ერთ დაბალ დონეზე. ჩვენ ხედავთ ხელში აბსოლუტურ რაოდენობაზე თუ ვისაუბრობთ 6000 კაცის ფარგლებში საშუალოდ წლიურად და ასეთი იქნება განსახილველი პერიოდის ბოლომდე. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ერაყში მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეორე ფაზაზე გადასვლა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, 2005-2000 წლებიდან იწყება და მოსალოდნელია, რომ მეორე ფაზა გასტანს 2030-2035 წლების პერიოდამდე. რაც შეეხება ისრაელის დემოგრაფიულ განვითარებას. ისრაელის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ სწრაფად მატულობდა 1980 წლამდე. შემდეგ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობის მატება რამდენადმე შენელდა, თუმცა ისევ გაიზარდა 1990-2000 წლებში. შემდგომ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობის მატების ტემპი თანდათან კლებულობს. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი 1955 წლამდე მიგრაცია იყო. 1955-1990 წლებში სხვადასხვა ზომით, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის ფორმირებას ძირითადად ბუნებრივი მატება განაპირობებდა. ხოლო 1990-2015 წლებში მიგრაცია. შემდგომ პერიოდში ძირითად კომპონენტად ისევ მოსახლეობის მიგრაცია, მოსახლეობის ბოდიში ბუნებრივი მატება გვევლინება. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი გარკვეული ცვალებადობის შემდეგ 1985 წლიდან თანდათან კლებულობს. უკვე 1970-იანი წლების შუა პერიოდში ისრაელის მოსახლეობა დაბერებული იყო. დემოგრაფიული დაბერების პროცესი თანდათან დანელა მიმდინარეობს და 2050 წლისათვის ვარაუდობენ, რომ 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი რამდენადმე გადააჭარბებს 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილს. შობადობის საგრძნობი დონე თანდათან კლებას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, შობადობის დონე სადღეისოდ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. მომავალში მოსალოდნელია შობადობის შემდგომი შემცირება.
გაეროს ექსპერტების პროგნოზით საშუალო ვარიანტს გულისხმობ ჩვენ ამოცანულ შემთხვევაშიც სავარაუდოდ 2035-2040 წლების პერიოდისათვის შობადობის დონე ისრაელში საკმარისი არ აღმოჩნდება თაობათა განახლებისათვის. მოკდაობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 1985 წლამდე მოკდაობა გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000-ზე, ანუ პირობითად ჩვენ მას მოკდაობის საერთო დონეს ვეძახით, გარკვეულ ცვალებადობას განიცდიდა, უმნიშვნელო კრებას მატება ცვლიდა და ასე შემდეგ. აღნიშნული ცვლილება 6-7 პრომილეს ფარგლებში მიმდინარეობდა. შემდეგ მოკდაობის საერთო დონე თანდათან იწყებს შემცირებას და სადღეისოდ ის ყველაზე დაბალია ისრაელის მთელი ისტორიის მანძილზე. 2010 წლის შემდეგ პერიოდში მოკდაობის საერთო დონე დემოგრაფიული დაბერების გავლენით ზრდას დაიწყებს. ჩვილთა მოკდაობა კლების ტენდენციით ხასიათდება და სადღეისოდ საკმაოდ დაბალ დონეზეა. ევროპული ტიპის და განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ხედავთ ჩვენ დაბალ დონეზე, სადღაც 4-5 გარდაცვლილი ჩვილი 1000 ცოცხლად დაბადებულზე. სიცოცხლის სანაცვლობას დის ტენდენცია ახასიათებს. სადღეისოდ ის საკმაოდ მაღალია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებას და აღწარმოებას. მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან თანდათან კლებულობს, თუმცა 2050 წლისათვისაც შემცირებული სიდიდით მას ადგილი მაინც ექნება. თაობათა განახლების ინტენსივობა თანდათან მცირდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმის გამოჩენას გაეროს ექსპერტები მხოლოდ 2035-2040 წლების პერიოდისთვის გულისხმობენ. ისრაელში უკვე 1980-იანი წლებიდან საკმაოდ მაღალია მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, პრაქტიკულად როგორც ძალიან განვითარებულ ქვეყნებში. ისრაელი იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს, ანუ მეტი ჩამოდის, ვიდრე გადის მისგან და სალდო ამდენად დადებითია. ძალიან მაღალი მიგრაციის დადებითი სალდო 1965 წლამდე იყო დამახასიათებელი. შემდეგ ის მცირდება და მაღალ სიდიდეს 1990-95 წლებში აღწევს, რის შემდეგაც ისევ სალდოს კლების ტენდენცია ხდება დამახასიათებელი. მოსალოდნელია მიგრაციის სალდოს სტაბილიზირება შედარებით დაბალ დონეზე 2015-2000 წლების პერიოდისათვის 7000 პარგლებში წელიწადში და ასეთი მდგომარეობა სავარაუდოდ გაეროს ექსპერტების პროგნოზებით გასტანს განსახილველი პერიოდის ბოლომდე. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ ისრაელი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეორე ფაზის ბოლოში იმყოფება და შესვლას იწყებს მეორე და მესამე ფაზათა შორის გარდამავალ პერიოდში. მოსალოდნელია, რომ 2015 წლიდან ისრაელი მესამე ფაზაში შევა, რომელიც სავარაუდოდ 2035 წლამდე გაგრძელდება.